სადაც გურჯაანის ნაყინია, ყველგან სიხარულია. კონკურენტ ახოსანაიას ამბებს დღის 4 საათზე ჩვენ ახლა გვექნება ჩართვა თელავიდან მანამდე კი კადრები იმ კონფლიქტის შესახებ რომელიც მოხდა ამ ქალაქში სოციალისტური საქართველოს რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის დაწყებამდე კამათი შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და დაარტყეს რომან ქევხიშვილს ჟურნალისტს რომელსაც დაპირისპირება მოუხდა სოციალისტური საქართველოს წარმომადგენლებთან. ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს კადრები ვნახოთ და შემდეგ ჩართვა თელავიდან. ესეთი ოკუპანტია, ვიღაცანი მკვლელია, თქვენ ხართ ყველანი არ ქონდა უფლება არ შემოსვლის. შეიგინა და იმის. რომან ქევხიშვილი, ჟურნალისტი, ჩვენი კოლეგა ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში თელავიდან. რომან, მოგესალმები, დიდი მადლობა რომ მონაწილეობ გადაცემაში. მე მინდა რადგან რამდენიმე წუთი გვაქვს სულ მინდა კითხო თავიდანვე ამ 125 ცემის მუხთან დაკავშირებით. პირველი ნაწილით არის აღზრული საქმე, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. თქვენი აზრით არის თუ არა ეს მუხლი შესაბამისი იმისა, რასაც ჩვენ ხედავდით კადრებში, ანუ თქვენ ეთანხმებით თუ არა ამ მუხლს, როდესაც ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თქვა თქვენს ცემას. მოგესალმები ვახო, მივესალმები თქვენს მაყურებელს და მადლობა ტელეკომპანია პირველს რომ დამითმეთ დრო სისხლისამართლის საქმე აღძრეს 125 როგორც თქვენ თქვით 125 მუხლის პირველი ნაწილით და რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი იმ მეც როდესაც ვნახე კადრები მას შემდეგ უფრო გავბრაზდი არ არის ეს ადეკვატური, მაგრამ ეს არის დღევანდელი ხელისუფლება, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების დემოკრატია. როდესაც ქვეყანაში არის წახალისებული ძალადობა და ძალიან სამწუხარო ფაქტია, როდესაც არის ჯებიან მოძალადეები ქვეყანაში, თან არის ჯებიან ადამიანები, სწორედ ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, პრეზიდენტის ოკუპანტი ქვეყნის მიმართ გამოხატული პროტესტისთვის, ეს უკვე არის პასუხი, რომ თუ საით მივდივართ და თუ როგორი არის ეს მეოთხე გასაოცარი წელი და თუ როგორ გააოცა ოლიგარქმა, რუსმა ოლიგარქმა ბიზინა ივანიშვილმა თავისი საკუთარი დემოკრატიით ევროპა. რომან, აი წახალისება ახსენეთ და თქვენ ამ აქტიურობას პარტია სოციალისტური საქართველოსი, მოძრაობა სოციალისტური საქართველოსი ხელისუფლების მიზნებს უკავშირებთ, ანუ ხელისუფლების მიერ არის წახალისებული ეს მოძრაობა თქვენი აზრით? იცით, როდესაც თელავის მერიამ საბჭოთა სულისკვეთების, როდესაც თავისუფლების ქარტიით ქვეყანაში აკრძალულია როგორც საბჭოთა და როდესაც შემდეგ უკვე მოხდა ეს სამწუხარო ინციდენტი, როდესაც მე დამარტყა იმის გულისთვის, რომ როგორ თქვი, აი ეს მაისური, რომელიც ახლაც მაცვია, აი ეს მაისურის გულისთვის, რომ მე არ მქონდა თურმე იქ მისვლის უფლება და გაპროტესტება იმ დღეებში, როდესაც სულ რაღაც 4 დღეში იქნება 8 აგვისტო და ჩვენ კარგად გვახსოვს ყველას 8 წლის წინ როგორ დახოცა, როგორ დაბომბა გორი, როგორ დაგხოცა რუსეთმა და მე აი ამ ჩემი შინაგანი მარტო ერთი რიგითი მოქალაქის პროტესტი იყო ეს, რომელიც მივედი იქ და მე გავაპროტესტე და როდესაც აი ამ მე დღეს პუტინის სილა ქართველის ბჭყალებში ხელით მომხვდა ხო და შემდეგ უკვე პროკურატურა გამოძიებას იწყებს 125 მუხლის პირველი ნაწილით, რა თქმა უნდა ვახო ეს არის წახალისება, ეს არის ძალადობის წახალისება და ძალიან ცუდი არის, როდესაც ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში, როდესაც განსხვავებული აზრის ადამიანზე ხორციელდება ფიზიკური ძალადობა და შემდეგ მას მხოლოდ ჯარიმას შეუფარდებენ, რა თქმა უნდა, ვისაც მოესურვება მისგან განსხვავებული აზრის ადამიანს
ზე განახორციელებს. რომან და კიდევ ერთი შეკითხვა. ეს მოძრაობა აპირებს, რა თქმა უნდა, გააგრძელოს თავისი აქტიურობა. ნუ მათ შორის თელავშიც. აი თქვენ რას აპირებთ? აპირებთ რომ კონტრაქციები გამართოთ ხოლმე, როდესაც ისინი შეიკრიბებიან სადმე, მაგალითად თუნდაც იმ ქალაქში, საიდანაც ახლა გვერდთვებით. ვახო მე არ წარმოვარდგენ არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, მე არ წარმოვარდგენ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, მე ვარ რიგითი ადამიანი, ჟურნალისტი, რომელიც ამ რეჟიმმა სულ რაღაც 2 თვის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამომიშვა. მე არა მარტო თელავში, ყველგან სადაც ვიქნები, ეს იქნება თბილისი, ეს იქნება დასავლეთ საქართველო, არ აქვს მნიშვნელობა, ყველგან სადაც ჩემ ქვეყანაში, ვიდრე ჩემი ქვეყანა არის ოკუპირებული, სადაც შევხვდები მე მსგავს საბჭოთა მეტასტაზებს, ნარჩენებს საბჭოთა კავშირის, მე მათ ყოველთვის ყველგან შევეკამათები და გავუწევ ოპონირებას და მათ ყოველთვის შევახსენებ, რომ პუტინი მკვლელია, რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს 20% არის რომან, აი ასეთი აქტიურობა თქვენი აზრით, შევახსენებ ამას. თქვენი აზრით ასეთი აქტიურობა თქვენი მხრიდან ან ვინც თქვენს მოსაზრებებს იზიარებს იმ ადამიანების მხრიდან არის თუ არა საჭირო? თქვენ მიგაჩნიათ რომ ეს მოძრაობა იმდენად საშიშია, რომ აუცილებლად კონტრპასუხს საჭიროებს, ამით უფრო მეტ რეკლამას ხომ არ უკეთებთ უნებურად? იცით როგორ არის, მე როდესაც გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით შევიდღე, რომ დღეს თელავში იგეგმებოდა მსგავსი ტიპის ყრილობა, მე გუშინვე ვწერდი Facebook-ში, რომ მე ხვალ მივიდოდი და ვთხოვე ჩემ მეგობრებსაც, რომ მოსულიყვნენ და საპასუხო, ანუ სათანადო პასუხი გაგვეცა პუტინის მონებისთვის, მაგრამ იქ იყვნენ სულ რამდენიმე ათეული, სადღაც 20-30 უკვე 80 წელს მიტანებული ადამიანები, შესაძლებელია ესენი არც იმსახურებენ ჩვენს ამხელა ყურადღებას და შესაძლოა ეს ინციდენტი რო არ ყოფილიყო, ჩემზე ფიზიკური ძალადობა ერთ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვედრილი იყო, მათი აქტივობა ან არც მოხვედრილი იყო, მაგრამ იცით, უნდა გამოუფხიზეთ ჩვენ, იმიტომ რომ 4 დღეში საქართველოს 8 აგვისტოს მოუკლავენ გიორგი ანწუხელიძეს, მოუკლავენ ძალიან ბევრ გმირს და ჩვენ აღარ უნდა დაუშვათ თუნდაც აი ამ ხანდაზმული ადამიანების პარპაში, რომლებიც არიან საბჭოთა მეტასტაზები საქართველოში. გმადლობ პირდაპირ ჩართვისთვის ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი თელავიდან ჩაგვერთო და ჩვენ კიდევ ერთი ჩართვა გველოდება დღეს საკრებულოს ფრაქცია